მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რა ხდება მასთან თქვენს გამო. დღეს ვშლით სამ პოზიციაზე. ეს იქნება პირველი, მეორე. მოდი დავტოვოთ ეს ორი კარტი და ეს არის მესამე პოზიცია. პირველი, მეორე და მესამე პოზიციაზე ორი კარტი ამომყვა და მოდი დავტოვოთ, გავიგოთ რის თქმა უნდა თქვენს პოზიციაზე, ვინც მესამე პოზიციას აირჩევს, ტაროს რაღაცის თქმა სურს. რა ხდება მასთან თქვენს გამო? შეგახსენებთ, რომ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ. ვიდეო თქვენზე იწყებს რეზონირებას მაშინ, როდესაც ვიდეოს ჩართავთ, მოусმენთ და კავშირში არ არის ის საიტზე, როდის არის განთავსებული. და ასევე შეგიძლიათ პირადი გაშლებისთვის, პირადი კონსულტაციისთვის დამიკავშირდეთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. მოდი, დავიწყოთ პირველი პოზიციით უკვე და გავიგოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან თქვენს გამო რა ხდება. სხვათა შორის აქ ამ პიროვნებას ეჩქარება თქვენთან რაღაცების გარკვევა. შეიძლება გადაწყვიტოს, რომ უახლოეს პერიოდში მოგწეროთ, დაგირეკოთ. თუ ახლა ურთიერთობა დაპაუზებული არის, გამოჩენა უნდა თქვენთან. მაგრამ თქვენს გამო მასთან ხდება როგორი ემოციები იცით, ადამიანს აქვს ის განცდა, რომ როგორ დააწყოს და დაალაგოს სიტყვები, როგორ შეადგინოს ტექსტი, ან თუ დარეკავს, რას გეტყვით, ან თუ მოგწერთ, რა სიტყვის, ძალიან ბევრს ფიქრობს, თუ როგორი ხერხით დაგელაპარაკოთ. თუ მაგალითად ისეთი ადამიანი ჩაიფიქრეთ, რომ შორიდან ხვდებით, რომ მოსწონხართ რაღაცნაირად თქვენს გარშემო ტრიალებს, მაგრამ ნაბიჯს ვერ დგავს, ან უბრალოდ ხვდებით, რომ სიმპათია აქვს თქვენს მიმართ, მაგრამ რაღაც კონკრეტულს არ აკეთებს და ჯერ კომუნიკაციას ვერ აწყობს, თითქოს მას აქვს იმის სურვილი, რომ რაღაც ნაბიჯები გადმოდგას. ანუ თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე, თუ აქ უკონტაქტო ურთიერთობა ჩაიფიქრეთ, ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს, თუ გამოჩნდეს ისევ თქვენთან და რაღაც ისეთი დალაგებული ტექსტით მოგწეროთ, ან ილაპარაკოს, გეგმებს ადგენს, როგორც მსახიობები, როდესაც სცენარს იზეპირებენ და რაღაც როლში უნდა შევიდნენ და ის ტექსტი უნდა თქვან, ეს მდგომარეობა აქვს ახლა, რომ რაღაცა კონკრეტული გითხრათ, ისეთი, რომ გეგმას არ გადაუხვიოს და ან რაღაც სუსტი არ გამოჩნდეს თქვენს თვალში, ან რაღაც ზედმეტად დრამატული არ გამოჩნდეს თქვენს თვალში, რაღაცა მოზომილი ტექსტების შედგენა სურს მას. ამ ადამიანს შერიგება უნდა, თუ შერიგებაზე არ არის ლაპარაკი, ამ ადამიანს უნდა თქვენთან მეტი სიახლოვე, მეტი დაახლოება და უფრო ურთიერთობაზე მუშაობის სურვილი გაუჩნდა, ან ურთიერთობის დაბრუნების სურვილი გაუჩნდა, ან ურთიერთობაში რაღაც მეტის გაკეთების სურვილი გაუჩნდა, ძალიან ისეთი მონდომებული პოზიცია არის, სხვათა შორის პირველ პოზიციაზე ძალიან ბევრს ფიქრობს, თუ როგორ დაახლოვდეთ უფრო მეტად. მე ვფიქრობ, აქ ამის გამო ძალიან ნერვიულობს, რომ შეიძლება უარი მიიღოს, ან რაღაცები არ გამოუვიდეს, ცადოს და რაღაც მისი ცდა ჰაერში დარჩეს და რაღაცა მისთვის ეს მარტივი ნაბიჯი არ იქნება, ემოციებით, ხელვებით და შფოთვით მოდის, შეიძლება ეს სასიამოვნო ხელვებიც იყოს, მაგრამ თან რომ რაღაცა სიახლოვეს გრძნობ და თან რომ შიშის ელფერი გაქვს მაინც ურთიერთობაში, ესეთი ემოციები აქვს. საერთოდ შეიძლება აქ ჩაიფიქრეთ ადამიანი, რომელსაც უჭირს ნაბიჯების გადადგმა, ან ძალიან ისეთი
ჩაკეტილი ადამიანი შეიძლება იყოს, ან კომპლექსიანი ადამიანი შეიძლება იყოს. ანუ მისთვის ეს კომუნიკაციების დალაგება და პირველი ნაბიჯების გადადგმა და ინიციატივების აღება რთულია ზოგადად და ის სხვა ადამიანებთან ურთიერთობაშიც ყოველთვის ელოდება ხოლმე, რომ სხვებმა დაიწყონ მასთან მეგობრობა, ან რაღაც ინიციატივა გამოიჩინონ, ვიდრე თვითონ იყოს პირველი ან ლიდერი. აქედან გამომდინარე, თქვენთან ის კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეს, რომ ეს რაღაცები თქვენს გამო გააკეთოს და ამისთვის სად არის. ანუ ზოგადად აქ ადამიანის ხასიათი მოდის, რომ თქვენს გამოაკეთებს ამას, რომ პირველი ნაბიჯი გადადგას, თორე ზოგადად ცხოვრებაში ესეთი ადამიანი არ არის, რომ ვიღაცა მოიპოვოს და იაქტიუროს. სხვა შორის აქ ძალიან კარგი პოზიცია, პირველებო, აქ ურთიერთობის დალაგების ძალიან დიდი პერსპექტივა არის, თუ კამათში ხარ ჩერიგების, თუ ახალი დასაწყისი არის განვითარების და ანუ ადამიანს დიდი სურვილი აქვს, რომ იყოს კონტაქტზე თქვენთან. დაგემშვიდობებით პირველებო. გადავიდეთ ახლა მეორე პოზიციაზე, მოგესალმებით ჩემო მეორეებო და გავიგოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ვწერეთ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან თქვენს გამო რა ხდება. აქ კონტროლის მიღმა დატოვეთ ეს ადამიანი რაღაცაზე ბოლომდე წყობილებიდან შეიძლება გამოიყვანეთ. რაღაც ისეთი უთხარით და მე დაბლოკეთ და აღარცემთ პასუხს და ამაზე გადარეულია და გაგიჟებულია შინაგანი აფორიაქება აქვს, ჩხუბი უნდა რაღაცა ფორიაქი აქვს, რომ აი როგორ გამიბედა, ან როგორ რაღაცნაირად თქვენ მოგებულ პოზიციაში ხართ ახლა. ანუ თქვენს გამო ძალიან აღელვებული არის, მაგრამ აქ უფრო ჩხუბის და რაღაცა შინაგანი დაძაბულობის ელფერი არის ურთიერთობაში და მე ვფიქრობ, აქ შეიძლება ან კამათის დროს დაბლოკეთ, ან საერთოდ უარი თქვით მასთან რაღაც საქმის გარჩევაზე, ან პირიქით ეჩხუბეთ და უკან აღარ მოусმინეთ მის არგუმენტებს. აი რაღაცა ისეთი გაუკეთეთ, რომ თქვენ ახლა ხედავთ როგორც კვერთხების დედოფლად, ანუ როგორ ადამიანად, რომ თქვენი პოზიცია უფრო მაღლა დგას ახლა. რაღაცაში აჯობეთ, რაღაცაში თქვენი ხასიათი დაანახეთ, ლიდერობა არ დაუთმეთ, შეიძლება ვფიქრობ, რომ თქვენი გაინაღდეთ. და ამის გამო რაღაცა დათრგუნული არის და თან ჩხუბის და აგრესიის მომენტები შეიძლება ჰქონდეს. შორის იმის განცდა აქვს, რომ საერთოდ კომუნიკაციაზე აღარც გახვალთ და დიდხანს გაგრძელდება თქვენ შორის უკონტაქტობა, ან თქვენ აბსოლუტურად მისი მდგომარეობა არ გაღელვებთ, ესე ფიქრობს. ან პირიქით თქვენი სურვილი იყო, რომ მას ენერგიულად და სპეციალურად ანერვიულეთ უარესად, რო ვიტყვით ხოლმე ცეცხლზე ნავთი დაუსხით. თქვენს გამო ძალიან რაღაც დაჩაგრულ და წამგებიან პოზიციაში გრძნობს თავს ამ წუთას. და აი ისეთი განცდა აქვს, რომ თქვენ ახლა უფრო ბედნიერი ხართ, ანუ თქვენ ძალიან კარგად ხართ ახლა, ამ დიალოგისა და მომხდარის შემდეგ, ან რაღაც სიტუაციის შემდეგ და თვითონ ძალიან დარდში არის. ნერვებს ზეზის და თქვენ ამ დროს სადღაც ხართ შეიძლება წასული ერთობით და ძალიან კარგად ხართ. ანუ აქ არის ორად გაყოფილი ემოციები, რომ თვითონ ცუდად არის, თქვენ კარგად ხართ. აი ეს ნამდვილად იცის, რომ აი ბოლომდე რაღაცა წყობლებიდან გამოიყვანეთ და თქვენ ამით უფრო მოგეშვათ ტვირთი და ძალიან კარგად ხართ ახლა. ანუ ეს ფიქრები აქვს თქვენს გამო რაღაცა დაძაბულ და შინაგან სტრესულ ვითარებაში არის ახლა და თან თითქოს თქვენზე წვდომაც აღარა აქვს, ან ვერ გეუბნება, თან უკუპასუხებს ვეღარ იღებს თქვენგან და რაღაცა უცნაურ სიტუაციაშია გაჭედილი. დაგემშვიდობებით მეორეებო. მოდი გავიგოთ ახლა მესამე პოზიციაზე. კარტი რას გვეტყვის, მოგესალმებით. თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან თქვენს გამო რა ხდება? აქ მესამე პოზიციაზე ეს ადამიანი არის ესეთ მდგომარეობაში, რომ ნამდვილად იცის ამ ადამიანმა, რომ ვიღაც მეორე თქვენს ცხოვრებაში არსებობს. იცით როგორი სიტუაცია არის, აქ შეიძლება სამკუთხედი იყოს. თუ ესეთი სიტუაცია გაქვთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არ არის თქვენს ცხოვრებაში და არჩევანის წინაშე უნდა დადგეთ, ან ორ პიროვნებას შორის დგას რაღაც არჩევანი, ეს არის თქვენი პოზიცია. თუ ესეთი ვითარება არ გაქვთ, ეს პოზიცია თქვენზე არ იქნება რეზონირებული. ანუ ამ პიროვნებასთან მოდის ესეთი ენერგია, რომ ამირჩევს თუ არა.
ანუ ფიქრობს ძალიან ბევრს თქვენ მასზე გააკეთებთ საბოლოო არჩევანს თუ არა, დარჩებით თუ არა მასთან. სხვასთან, ანუ რაღაცა ისეთი მომენტი აქვს, რომ თავის კონკურენტებზე ფიქრობს, თავის ასე ვთქვათ რაღაცა თვითშეფასებაზეც დაიწყო ფიქრი. შეიძლება აქ იყოს მომენტი, როდესაც ადამიანს მოსწონ ხართ, ესეც შეიძლება იყოს, მაგრამ ხვდებოდეს, რომ სხვებსაც მოსწონ ხართ და აი რამდენად თქვენ მასზე გააკეთებთ არჩევანს, ან რამდენად თქვენთვის პრიორიტეტია, რამდენად სერიოზულად ფიქრობთ მასზე, ეს რაღაცები აღელვებდეს, ხო? ანუ აქ მოდის ისეთი მომენტი, რომ ამ პიროვნებას ცოტა თვითშეფასების ელემენტებიც აქვს, შეიძლება მაღალი ეგო აქვს და რაღაცებში ბოლომდე არ ეუბნებით, რომ შენს გარდა არავინ მინდა და მხოლოდ შენი ვარ და ესეთ რაღაცას რო არ უკონკრეტებ, შეიძლება რაღაცა იმპერატორული მდგომარეობები ჰქონდეს, თან რაღაცა ამპარტავნული მდგომარეობებით მოვიდეს თქვენთან, ქედმაღლობა დაიწყოს, რაღაცა წაკვინოთ, შეიძლება რაღაცა უცნაურად უადგილო ადგილას გეუხეშოთ, იმიტომ რომ რაღაცა დაგროვებული აქვს შიგნიდან, რაღაცა აწუხებს, რომ აი უკომპრომისოდ გაგიჟებულად შეყვარებული მასზე არ ხარ თითქოს ეს ეგრძნობს და აი თქვენს გამო ხშირად არის ხოლმე რომ თქვენზე ფიქრობს რომ თქვენ მის თვითშეფასებას და ეგოს აგდებთ ქვემოთ. იმიტომ რომ სხვა ადამიანებიც არსებობენ, ანუ თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანი არის ისეთი, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ რომ ჩაანაცვლოთ. რაღაცაით ამის გამო თავს ცოტა ისე გრძნობს ხოლმე რაღაცა აი არიან ზოგი ადამიანები რომ მოწონთ, როდესაც თავის რჩეულს ბევრი თაყვანისმცემელი ყავს, ამით ამაყობენ, რომ აი ძალიან ბევრს მოსწონთ თავისი რჩეული. ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არის მესაკუთრე, ურჩევია რომ შეუმჩნეველი იყოთ თქვენ სხვებისთვის, ან ძალიან დახურული იყოთ სხვებისთვის, თქვენთვის სხვა ადამიანები არ არსებობდნენ, ანუ კონკრეტულად მასზე იყოთ დამოკიდებული ეს უნდა. ანუ თქვენს გამო მასთან ის ხდება, რომ აი რაღაცა დანაკლისის გრძნობა აქვს იმის გამო, რომ თითქოს ბოლომდე მას არ ეკუთვნით. და ძალიან ნელი ტემპით შეიძლება ანვითარებთ მასთან ურთიერთობას და რაღაცა ტოქსიკურ ენერგიებში არის ამის გამო. ანუ შეიძლება ძალიან ეჭვიანი იყოს აქ პიროვნება და უნდა რომ აი 24 საათი ერთად იყოთ. სულ ტელეფონზე იყოთ, ან როდესაც მოგწერთ მაშინვე უპასუხოთ, აი რაღაცა ძალიან მოგეჯაჭვათ და დამოკიდებული გახდათ თქვენს ურთიერთობაზე, ტოტალური კონტროლის სურვილებში არის თქვენთან მიმართებაში და ის დაძაბულია და სულ უნდა რომ სულ სჭირდება იმის ძახილი, რომ აღმერთებს და აი თქვენგან ამას ვერ იღებს ბოლომდე, რომ აბსოლუტურად მის გარდა არავინ არ გაინტერესებს და ამის გამო თითქოს ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ძალიან ნელა ვითარდება ეს ურთიერთობა, ძალიან რაღაცა შეიძლება ნელა ვითარდება, რა კუთხით, რომ დიდი ხნიანი მუშაობა სჭირდება, რომ თავი შეგაყვაროთ ან რაღაც და აქედან გამომდინარე შეიძლება ხანდახან რაღაც სუსტეები ჰქონდეს და ურთიერთობაში ჩავარდნები ჰქონდეს, ან ხანდახან მოგწეროთ, ხანდახან არა, ან თუ მოგწერთ რაღაცა ხასიათის ცვალებადობები ჰქონდეს და აი ისურვებდა რომ უფრო კონკრეტულად იცოდეს რომ თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ, ანუ აირჩევთ თუ არა მას, აი ეს რაღაცა აქვს. დღესდღეობით ეს ფიქრები აწუხებს ამ პიროვნებას. მე დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, ყველას წარმატებას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.